მოგესალმებით ქრისტეს მიერ სიყვარულით, ნათესაებო მოყვას რომ მშვიდობა გქონდეთ სამშობლოში, ოჯახში, გულში, სულში, ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენიერი გამრავლდეს და ოღონდ ჩვენიერი გაბევრდეს და ოღონდ ჩვენი ახალგაზრდები განათლდნენ და გამრავლდნენ. არაფერია დაკარგული. არც აი სულ ახლახან დროებით დაკარგული ცხინვალი და სოხუმი და არც ის ქართული მამულები და მიწები, რომელსაც ნებისმიერი ქართველი თავის მოგონებაში და გულის სიღრმეში ატარებს. ღმერთმა გაუმარჯოს ქართველ ერს, დასაბამისეულ ქართველ ერს, ქართულ ენას გაუმარჯოს ღმერთმა. დიდი მადლობა ღმერთო აი ამ ფასეულობებისათვის და დიდი მადლობა რომ არის ის ეპოქა, რომ ჩანს ეს ფასეულობები, ადრე შენიღბული იყო და უამრავი რამე დამალული იყო. ახლა მე ჩემს მასწავლებელს, ჩემს მეცნიერ ხელმძღვანელს მიტროპოლიტანანია ჯაფარიძეს კოჭამდე ვერ მივწვდები, ცოდნით, შემოქმედებით და ასე შემდეგ, მაგრამ აი ერთი კონკრეტული მაგალითი, რომ უამრავი რამე დაფარული იყო 30 წლის წინ, 30 წლის წინ, 40 წლის წინ, 50 წლის წინ და ამ ადამიანმა შეიძლება ითქვას, აი ლოდი გადააგორა, გამოაჩინა ეს საოცარი აღმოჩენები მაგალითისათვის ის რომ ქართველმა ერმა სამეცნიერო წრეებმა და ჩვეულებრივმა ადამიანებმა მეტადრე და თუნდაც სასულიერო პირებმა აი ძალიან ბევრმა ეხლა კარგად გამიგეთ შეიძლება ძალიან ცოტა მაგრამ მაინც რაღაც რაოდენობა სასულიერო პირების არ იცოდნენ რომ საქართველოში დოკუმენტალურად ისტორიულად ნამყოფები იყვნენ მაცხოვრის მოციქულები და ეს ჯერ უწმინდესი ილია მეორეს დამსახურებაა რომ ესეთი ღვაწლი დადო და მე კონკრეტულად მიტროპოლიტანანია ჯაფარიძის დამსახურებაა და დღეს რო საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ სახელწოდებაში არსებობს სამოციქულო მრავალწილად არის მიტროპოლიტანანია ჯაფარიძის დამსახურება და ესეთი რაღაცეები ჩნდება და აი ამ ადამიანის თხოვნა იყო თხოვნა არის დღევანდელი მეცნიერებისადმი რომ თავიდან განვიხილოთ წყაროები, ჩემო მეგობრებო, რომელიც არის დაკნინებული, სხვანაირად წაკითხული, სხვანაირად აღქმული და პაწაწინა საქართველოს ხატავენ, პაწაწინა იბერიას ხატავენ, პაწაწინა კოლხეთს ხატავენ, ისეც მიუღებელს რა. 10 ჯერ დიდი რო იყო კოლხეთი და 10 ჯერ დიდი რო იყო იბერია და 10-გან რო იყო იბერია. ანუ ერთ სიტყვით ეს არის ჩემი აი ამ თემის შესავალი. მე ესე ვიტყოდი, კიდევ ერთხელ გადმოგცემთ მიტროპოლიტანანიას თხოვნას, მოწოდებას, შემოთავაზებას, თანამშრომლობაზე, რომ მოდით თავიდან განვიხილოთ ძველი ავტორები, ეს იქნება საისტორიო გეოგრაფიის სფეროში თუ შესაბამისად სიძველეებში და წყაროებში და ასე შემდეგ. მე ხლა დღეს მარტო გიახელით ფიზიკურად გეგა არ არის, ისევ განძთა ქვაბზე უნდა ვისაუბრო, აი ამ საოცარ აღმოჩენაზე, საოცარ განძზე. ეხლა ეს ჩემთვის მაგალითისათვის აი ამ ასაკში და იგივე ჩემი მეგობარი გეგასათვის, რომელიც სწავლული კაცია და უამრავი ადამიანისათვის როგორც მე ხვდები, ეს არის აღმოჩენა, ეს წიგნი, განძთა ქვაბი. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აი განძთა ქვაბი არის ქართლის ცხოვრების პირველი ნაწილი, უამრავ ძველ, უпростоრედ ბევრ ძველ ნუსხაში, უამრავ როგორ სულ რამოდენიმე გვაქვს ვახტანგ მეექვსეს ეპოქის წინანდელი ქართლის ცხოვრების ნუსხა, მათგან ერთი გქონდა ვიცით რაღაცა და შესაბამისად დაკარგულია, ეს არის არჩილისეული ქართლის ცხოვრება და აი ამ ქართლის ცხოვრებებს წინ წამძღვარებული ჰქონდათ განძთა ქვაბი, რომელიც არის ერთი შეიძლება ითქვას ბიბლიის, ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის ერთგვარი ეგზეგეზა შესაბამისად და საოცარი ცნობებია აქ და აი ამ ცნობამ ჩვენ აღმოგვაჩენინა შემდეგი რამ. აი მომისმინეთ, გულით გთხოვთ რომ მომისმინოთ ჩემო მეგობრებო, უამრავი ადამიანი ფიქრობს, მსჯელობს თუ რა შეიძლება იყოს ეპონიმი, ეტიმოლოგია, სიტყვისა ქართველი, ქართული და ასე შემდეგ და აი დაბნეულები არიან და ცხადია უკვე თანამედროვე მეცნიერები, მსოფლიო მეცნიერებაც აღიარებს ეს ჩანართია აი ამ საუბარში, რომ კარდუ, გორდი, ქალდეა, ხალიბეთი, გორდიენი, ქართლი და ასე შემდეგ ესენი არიან სინონიმები ერთი ქვეყნისა.
შესაბამისად ერთიერისაც. ეხლა ნახეთ აი ამ წიგნმა ჩვენ მოგცა საოცარი ცნობა. საოცარი ცნობა, რომ მაგალითად მანამდე არსებობდა ძალიან ცნობილი წიგნია იოსებ ფლავიუსის მიერ დაწერილი, სადაც წერია, რომ ნოე რო გადმოვიდა კიდობნიდან, იმ მიწას ერქვა სახელად გორდიენი. და რადგან ქვეყანას ერქვა, ესე იგი ერსაც ერქვა, ხო? იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი რამეა ქვეყნისა და ერის სახელის თანხვედრა მეტადრე იმ ეპოქაში. შესაბამისად ენასაც იგივე ერქმეოდა, ხო, რადგან იმ ხალხის ენა იყო. და აი ამ წიგნში წერია საოცარი რამ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ნოე რო გადმოდის კიდობნიდან, აარსებს დაბას, რომელსაც ქვია სულთა მათ 8-თა. ნუ ეს 8-თა მოგეხსენებათ ნოე თავისი მეუღლე თურთ და 3 ძე მისი თავიანთი მეუღლეები თურთ, ჯერ მეცხრე ადამიანი დაბადებული არ არის. ეს იყო წარღვნის შემდეგ პირველივე წელს არფაქსადი, სემის ვაჟი. შესაბამისად აფუძნებს ქალაქს სახელად სულთა. და ჩვენ გვაქვს შესაბამისად მეორე ცნობა, რომ იყოს ქვეყანა გორდი. ეს სულთა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონით სული და ქარი სინონიმებია. და ჩვენი შეხედულებით ეს არის ქართა, ანუ ქარნი, ანუ სულების ქვეყანა, ღვთისშვილების ქვეყანა, ეს სინონიმია ღვთისშვილისა, ღვთისსულისა. და აი ამ წიგნმა ჩვენ კიდევ ერთხელ მოგცა ცნობა, რომ მაგალითისათვის სეითის მოდგმიდან ძალიან დიდი ხანი 7 თაობა, ადამის ერთ-ერთი შტოდან ძალიან დიდი ხანი 7 თაობა, 8 თაობა, ყველანი აბსოლუტურად იყვნენ ღვთისშვილნი. და მე აღრევა მოხდა ამაზე ვისაუბროთ აი ამ გადაცემის შუაში და აღრევა შერევნა მოხდა კაენიტებთან, ანუ კაცთა შვილებთან. და სუბოლოო ეპოქაში სულ 8 ადამიანიღა იყო ღვთისშვილები. წარმოგიდგენიათ, სულ 8 ადამიანი იყო ღვთისშვილი, ნოეს ოჯახი და მერე ისევ ხდება აი ამ ღვთისშვილთა გამრავლება, გაბევრება, შეიძლება ითქვას მრავალწილად ბაბილონამდე, მერე ბაბილონისას ისევ ხდება შემცირება და დღეს დედამიწაზე ღვთისშვილნი, ანუ ფუძეერის შვილნი და ფუძეენის შვილი და ფუძე ქვეყნის შვილნი ვართ მხოლოდ ჩვენ ქართველნი. აი ამ თემის განსავრცობად ნებისმიერ ადამიანს გიწევთ რომ ვისაუბროთ და ნებისმიერი დეტალი კიდევ უფრო დეტალურად განვიხილოთ. ღმერთმა დაგლოცოთ ქართველებო, ღვთისშვილებო, ღვთისსულნო, ძირძველნო, საუკეთესონო. რაც შეეხება აი ამ წიგნს, განცდაქვაბი, მე წინა გადაცემაში მე დაგეგახდით, შემდეგ გადაცემაში ისევ გიახლები, დღეს რამდენად მე გეოგრაფიაზე მინდა ვისაუბრო, აი ამ საოცარ გადმოცემაზე. და შემდეგი რამე მოგახსენოთ. ეხლა განცდაქვაბი, ვთქვი, რომ არსებობს ესეთი ვერსია, რომ არის მესამე საუკუნისა და მე-4 საუკუნეში ეფრემ ასურს რადგან მიეწერება სათაურიდან გამომდინარე, ეფრემ ასურსმა ალბათ რაღაც ნაწილი შეიტანაო ამ წიგნში. წარმოგიდგენიათ რა დონის ნაწარმოებია. მერე ეს წიგნი გამოიყენა, მოქცევა იქ ქართლისა იმ როგორც წყარო და ქართლის ცხოვრებაში იყო პირველი ნაწილი. და როგორი ფასეულობა ჩვენთვის და კაცობრიობისათვისაც გამომდინარე, აქედან ქრისტიანი კაცობრიობისათვის და ნახეთ ეხლა რაღაც დეტალები მე ჩამოვწერე, შემოგევლოს ჩემი თავი. და აქედან განახე, მისი სათაური ეხლა რას ნიშნავს? რომ სახელი ქვაბის საგანძური. მეხუთე თავში სახელი საიდან მოდის? მეხუთე თავში ამ წიგნისა არის თვითონ ტექსტი, საიდანაც განსაზღვრული არის, საიდანაც გამოვალს ამ წიგნის სახელწოდება და ამ ტექსტს წაგიკითხავთ ეხლა მე. ცხადია ვერ ვისწავლიდი ამ ტექსტს, უნდა მომიტევოთ. და შთავიდა ადამ მთისა მისგან 64-ისა მწუხარებითა დიდითა და პოვა ქვაბი მთისთავსა ქვეყანისასა. რაღაც დონეზე ეს გეოგრაფია და გავშიფროთ ეს გეოგრაფიული არეალიც. და შევიდეს ადამ და ევა და დაიფარნეს მუნ შინა. ანუ შევიდნენ აი ამ გამოქვაბულშიო, ახალი გამოძევებულები. ჩამოვიდნენ მთიდანო, 64-ის მთიდანო
და პოვეს ეს გამოქვაბული და შევიდნენ. და იყვნენ წუთ ქალწულ და შეუხებელ ურთიერთას. და ვითარცა უნდა ადამს შესვლად ევაისა, გამოვიდა და შეკრიბა გარემოის სამოთხისა ოქროი, გუნდრუკი და მური. და შეიღო მისთანა ქვაფსა მას შინა და თქვა, რაითა იყოს ადგილი, იგი სალოცველი მისდა და ძეთა მისთა და უწოდა ქვაბის საგანძური. ხო ის საოცრებავ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო რა. მე და გეგამ ღვთისწყალობით და ძალიან დიდი შრომით აღმოვაჩინეთ, ვიპოვეთ ბიბლიური გეოგრაფიის კვლევა იყო ესა. ამ ქვეყნიური სამოთხის ადგილი, ამაზე ბევრი გვაქვს ნასაუბრევი, რომელიც მდებარეობს ბაგრატიონთა მამულში, სპერში, ჭოროხის ზედადინებაში, ქართული კარნუ ქალაქისა და ქართული სპერის დამაკავშირებელ გზაზე და ამ ადგილას დღეს არის ტაფობი. კუზგუნის წყალსაცავი ქვია და წარმოიდგინეთ, რომ აი ამ ტაფობს სამოთხის ნაადგილარს გადმოჰყურებს ძალიან მაღალი მთა, სახელწოდებით მესხეთის მთა. 3 კილომეტრზე მაღალი მთა არის. აი წარმოიდგინეთ, რომ იგი აბულზე დიდია სიმაღლით და არჯევანზე და ჯამჯამაზე და გვირგვინაზე და ასე შემდეგ. აი თრიალეთისა და ჯავახეთის ზეგანის მთებზე გაცილებით მაღალი პიკია და აი ამ მთიდან ჩამოვიდაო დაბლა, ესე იგი შესაბამისად რადგან აღმოსავლეთით დარჩა ედემის ბაღი, შესაბამისად გადმოვიდა ლოგიკურია დასავლეთისკენ და პოვა გამოქვაბული, სადაც შევიდა და აი იწყებენ აქ ცხოვრებას. პირველად გამოქვაბულში ახალ გამოძევებული ადამი და ევა და ნამდვილად სპერის სამხრეთ აღმოსავლეთით დაბა ვაშლოვანის აღმოსავლეთით ციხესიმაგრეა ვაშლოვანი, აღმოსავლეთით კლდეზე არის ზუსტად ესეთი გამოქვაბული, რომელზედაც ახლა ვისაუბროთ შესაბამისად. აი ამ ქვაბის ადგილმდებარეობაზე და ფასეულობაზე ვისაუბროთ, მაგრამ მანამდე მე გეტყვით, რომ ეს წიგნი, როგორც ამბობენ, დაიწერა ან ნისიბისში, ან ედესაში, ასურულ ენაზე და ერთი ვერსია არის, რომ ერთ-ერთი ვერსია არის, რომ ითარგმნა იგი თვით ლეონტი მროველის მიერ და ამ დროს შესაბამისად, აი მაგალითად ბევრი ისტორიკოსი ამბობს, რომ ეს მე-9 საუკუნეშიაო ნათარგმნო ახლა, რადგან ლეონტი მროველი ვახსენე, იმასაც გეტყვით, რომ ქართული სამეცნიერო წრეები ვერ არიან შეთანხმებული მე-7, მე-8, მე-9, მე-10 თუ მე-11 საუკუნის პიროვნება და მწერალი და ავტორია ლეონტი მროველი. ნუ ერთ სიტყვით შესაბამისად, აქედან გამომდინარე ეს წიგნი, ეს ნაწილი განცდაქვაბი თითქოს და მაღალი ალბათობით მე ვეთანხმები ამას, რომ ლეონტი მროველმა თარგმნა და შეიტანა ქართლის ცხოვრებაში იმ ეპოქაშივე. ამ წიგნს აქვს სათაური ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ეს სათაური არის ძალიან ზღვამასალის მომცემი რა, განცდაქვაბის, რომელსაც ასევე ვერ დავიმახსოვრებდი მე და უნდა წაგიკითხოთ. სათაური: თქმული წმინდისა მამისა ჩვენისა ეფრემისი. თარგმანებაი დაბადებისათვის ცისა და ქვეყანისა და ადამიანისათვის, ვითარ მიცვალეს გვამი მისი და დამარხეს გოლგოთას და ცვალებაი ნათესავთაი, ვითარ ვპოვეთ ნათესაობაი ქრისტესი ხორცითა, ვითარ წერილ არ სახარებასა ლუკასა თავსა ადამიანისთაგან, ყოველთა მამისა, ვიდრე ქრისტემდე, უფლისა და ღვთისა ჩვენისა და შობაი მამამთავართაი ადამიანისაგან ვიდრე ქრისტემდე, მაცხოვარისა და ღმრთისა. ესეთი სათაური აქვს, რომელიც ძალიან ბევრ რამეს გვაძლევს ცნობას და თქვენ შეგიძლიათ ეს წიგნი მარტივად მოიპოვოთ, აი ჩაწერეთ განცდაქვაბი და ამოვარდება ძალიან ბევრი. იმის და მიუხედავად, რომ ეს წიგნი არის სულ ორჯერ გამოცემული, ერთხელ სულმნათმა და წმინდანმა
ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა რა 1905 წელს ქართლის ცხოვრება მარიამისეული ნუსხა. შესაბამისად იქ არის ეს წიგნი, ეს ნაწილი შეტანილი და ამით იწყება ქართლის ცხოვრება. წარმოგიდგენიათ როგორი ფასეულობაა და როგორ უყურებს ამას მაგალითისათვის მე-17 საუკუნის მარიამ დედოფალი, რომლის წიგნიც იყო ეს ნუსხა. მაგალითისათვის როგორ უყურებს ამ წიგნს ანა დედოფალი მე-15 საუკუნეში, რომელსაც კიდე ასევე სხვა ნუსხა ჰქონდა ანასეული ქართლის ცხოვრება და როგორ უყურებს ამას ქართველი ერი იმ ეპოქაში, რომ ეს თulis რომ ეს წიგნი არის საქართველოს მატიანის, საქართველოს ისტორიის ნაწილი, ხო? აი, თქვენ შემოგევლოთ, ჩემი თავი საქართველოს ისტორიის სასკოლო წიგნი რო იწყება, ეხლა აი ცარცული პერიოდიდან და ზეზლადან და მზიადან და ასე შემდეგ, ეგრეთ წოდებული ადამიანებიდან რა. ეს ამ დანაშაულზე მე ბევრი მაქვს სასაუბრო, ნასაუბრები მე და გეგას ერთად თუ რამხელა დანაშაულია, რომ მათაც ადამიანები უწოდოდა, თუნდაც ჩვენ წინაპრებს, რეალურ წინაპრებსაც ადამიანი უწოდოდა. რო იწყება, იმიტომ იწყება რაღაც დონეზე ის გამართლება აქვს, რომ აი საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა, ეს საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი ის ქვა თუ იარაღი, შესაბამისად, რომელსაც მაიმუნი ხმარობდა, ან რაღაც მაგდაგვარი არსება ხმარობდა ეხლა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ხმარობს ჯოხს ყვავი, ხო? ჯოხს როგორ ხმარობს ოსტატურად, დიდ ოსტატურად და როგორ კერავს ფოთოლს და ბალახს, ჩიტი და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, რადგან ეგრე იწყება საქართველოს ისტორიის წიგნები, რა, იმიტომ იწყება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა ეს და ქართველმა ერმა ციცის რომ ეს ყველა მოვლენა, აბსოლუტურად ყველა მოვლენა, ეს იქნება დაბადება, გამოძევება, კიდობნის მშენებლობა, კაენიტების საცხოვრისი, ღვთისშვილთა საცხოვრისი, მერე წარღვნა, კიდობნის აწევა წყლის ზედაპირზე, მერე დაშვება, დადგომა მისი, ეს ყველაფერი ხდება, მერე გადმოსვლა, მერე განსახლება, ეს ყველაფერი ბაბილონის გოდოლს დღემდე ვერ პოულობს ხალხი და ძალიან გთხოვთ, აი ახლა მაგალითად აი ამ მომენტში, როდესაც ამას ვსაუბრობ, გააჩერეთ ეს ვიდეო და ჩაიხედეთ მცხეთურ ხელნაწერში. თქვენ განიხილეთ, მე კი დამეკითხებით და ჩემს კი განიხილავთ, თქვენ განიხილეთ. გვაძლევს თუ არა მცხეთური ხელნაწერი, კერძოდ მისი რედაქტორი და შემდგენელი და მთარგმნელი და ღმერთისგან ნაჩუქარი ადამიანი ქართველი ერისათვის წმინდა გიორგი მთაწმინდელი ცნობას თუ სად მდებარეობდა, სად უნდა ვეძებოთ გოდოლი. ესაია მეათე თავი მე-9 მუხლი. წერია თუ არა იქ მაგალითად ესეთი მომენტი, რომ აი სად და აი ამ ესე რაღაც ჩამოთვლილია იქ ტოპონიმები და სადაც აშენდა გოდოლი. სხვათა შორის სხვა ნუსხებში არ წერია. და ესეთი რამე იშვიათობა არ არის. მაგალითისათვის ძალიან ბევრ ნუსხაში დამატებულია აზრი, სიტყვა, ზოგან გამოკლებულია და ასე შემდეგ და ჩვენი ქართული ბიბლია სულ სხვა განზომილებას, სულ სხვა ცნობებს, სულ სხვა ცოდნას იძლევა. საოცარ რამეს იძლევა, თან განმარტებას იძლევა, დაკვალიანებას იძლევა და არ არის ისეთი მშრალი, რომელიც სხვა ნუსხები. შენდობას ვითხოვ, თუ რამე შემეშალა, მაგრამ ეს სხვისგანა, მაგ ძალიან მაღალ ღირსების მქონე ადამიანისგან გაგონილი. ძალიან დიდი მადლობა მას. შესაბამისად, გამოსცა რა, ექვთიმე თაყაიშვილმა განცდა ქვაბი, მერე ეს წიგნი აღარ გამოცემულა, წარმოგიდგენიათ. აღარ გამოცემულა რა, იმიტომ რომ საინტერესო არ არის. დაიწუნეს იმიტომ რომ აპოკრიფია და აპოკრიფს მეცნიერები შესაბამისად როგორი რუდუნებით სწავლობენ და კითხულობენ. აღარ გამოიცა რა, იმის გამო მოგეხსენებათ ეხლა რა ბრძოლა და წინააღმდეგობა ქონდა ქართლის ცხოვრებას, როგორ ჩაგრავდნენ მას და დღესაც როგორ ებრძვიან, გაოგნებული ვარ ამ გამაერთიანებელ წიგნს, საოცარი ხაზით, საოცარი ლეიტმოტივით ჩვენი ერთიანობის შესახებ.
აღარ გამოიცა ეს წიგნი, გამოიცა მას მერე ღმერთმა აცხონოს დიდი სიმონ ყაუხჩიშვილი ძალიან მიყვარს, თუნდაც გეორგი კისათვის, მაგრამ მან რო გამოსცა განძი 1950-იანი წლების შუაში მრავალ ნუსხაზე დაყრდნობილი ვერ ჩადო. იმის მერე კიდევ უფრო პატარავდება და კნინდება სხვა გამოცემები, ასე რომ სამეცნიერო თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალურია 1955 წელს გამოცემული დიდი სიმონ ყაუხჩიშვილის ქართლის ცხოვრების პირველი ტომი განზია შეიძლება ითქვას და ის რაც მე ვახსენე ის ერთ-ერთი არის შეიძლება ითქვას მარიამისეული ნუსხა გამოცემული და მე ექვთიმე თაყაიშვილის მიერ და მე ექვთიმე თაყაიშვილმა დახვეწა ემიგრაციიდან რო დაბრუნდა უნდა რომ გამოეცა ეს წიგნი და აღარ დასცალდა სულ მნათ ადამიანს ანკი როგორ მოახერხა მოგეხსენებათ როგორი დიდი ლაქაა ჩვენზე რომ მის დაკრძალვაზე თურმე სულ რაღაც 30 თუ 20 ადამიანი იყო ჭირის უფალი და ასე გააცილეს. ჩვენი მფარველი წმინდანია. და რაც შეეხება ახლა ამ განცდაქვაბის მოხვედრას აი ამ წიგნში ქართლის ცხოვრებაში კორნელი კეკელიძე ძალიან დიდი მეცნიერია, ძალიან დიდი მადლობა მას ძალიან ბევრი რაღაცისთვის, მაგრამ არ შეიძლება რომ არ გავაკრიტიკოთ იგი იმ წინადადებისთვის, აზრისათვის, არსისათვის, რომ გვაძლევს ესეთ სიტყვას, ცნობას, დასკვნას, განხილვას, რომ თითქოს და ჩვენი განმანათლებლები, უდიდესი ადამიანები გადამრჩენები შეიძლება ითქვას ასურელი მამები იოანე ზედაზნელი და შიომღვიმელი და შემდეგ თითქოს და ჩამოვიდნენ რა ესეთ შორგზაზე ესეთ დიდი მოღვაწეობაში თითქოს და ისინი არ იყვნენ მართლმადიდებლები ასეთ რაღაცას ამბობს ასევე ვახტანგ გორგასალზე. ნუ ცდება ახლა მეცნიერების ერთ-ერთი ახასიათებელი არის შეცდომა რა. ძალიან ხშირად მეცნიერები ცდებიან, აღიარებაა მთავარი, თორე შეცდომა ვის არ მოსდის მაცხოვარის გარდა. და ეს ადამიანი კორნელი კეკელიძე ამბობს, რომ ექს აბრუპტო ვერ დაიწყებოდაო ესეთი ფრაზა არის ექს ანუ საიდანღაც ნულიდან რაღაც არაფრისგან გამომდინარე ვერ დაიწყებოდაო საქართველოს ისტორია და მარტო იმიტომ ჩასვესო ესო რომ სოფლიო ისტორიის ნაწილი არისო საქართველოს ისტორიაო და იმ აზრით იყო ჩადებულიო და თქვენ ფიქრობთ რომ საკუთარ პირად წინაპრად არ თვლიდა ქართველიერი 10, 20, 30, 40 საუკუნის წინ წარღვნის დროინდელ ადამიანებს და წარღვნამდელ ადამიანებს და აქ მაცხოვრებელ ადამიანებს. ცხადია, მთელი კაცობრიობა მოდის ახლა ადამიანისაგან, ჩვენ ეს ყველას გვჯერა და ყველას წინაპარია. მაგრამ ის რო ის აქ ცხოვრობს, ეს ძალიან დიდი ფასეულობაა. ნოე რო აქ ცხოვრობს, პირველ ქალაქს რო აქ აფუძნებს, პირველი ქალაქები რო აქ შენდება, გინდა მაგალითად კაინისაგან, კაინი ღმერთისგან არ არის დაწყევლილი, კაინი არის მიწისპირისაგან დაწყევლილი, ესე წერია. თორე იგი გამრავლდა და საოცარი მოდგმა ჰქონდა და საოცარი მოღვაწეობა ჰქონდა. მომიტევეთ ახლა სხვადასხვა თემაზე რო გადავდივარ, შენდობას ვითხოვ. რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა ამ წიგნში რაც განზია შეიძლება ითქვას აი ესეთი რომელი თავია ყველაზე საგულისხმო და ასე შემდეგ ეს არის ადამის ანდერძი. უნდა წაგიკითხოთ ახლა. ადამის ანდერძი აი გამოძევებულ ჯერ კიდე 64-ში რო ესაუბრება ღმერთი ადამს და მერე გამოძევების შემდგომ შესაბამისად ხო არის ხშირი და ღრმა ურთიერთობა დაკვალიანება და ასე შემდეგ არავინ არ იფიქროს რომ ადამი მიტოვებული იყო ღმერთისაგან მთელი ეს 930 წელიწადი რომელიც იცოცხლა და იცხოვრა და იგი თავის შვილს ღვთისშვილს საკუთარ შვილს რომელიც ღმერთისგან არის მოცემული
სეით, ანუ თუ ცხეთურ ხელნაწერში ჩავიხედებით სითს აძლევს ანდერტს, უტოვებს ანდერტს, საოცარ ძალიან საგულისხმოს რა. ადამის ანდერძი. ჟამნი დღისა და ღამისანი. ეხლა ჯერ აი ამ ანდერტში არის მოცემული თუ როგორ უნდა რომელ ჟამს როგორ უნდა ილოცონ, როგორ უნდა ადიდონ ადამიანებმა, ღვთისშვილებმა, ღმერთი და ასე შემდეგ და ეს დეტალები არის ძალიან მნიშვნელოვნად დაწერილი, რა დროს როგორ უნდა მოიქცნენ და ასე შემდეგ და დღის განმავლობაში დღის 12 საათზე, ღამის 12 საათზე და ასე შემდეგ და მერე უკვე აი ამ ყველაფრის მერე როგორ უნდა ადიდონ ღმერთი. მოთხრობილია როგორ შეპირდა ღმერთი ადამიანს რომ მას გადააქცევს ღმერთად. რა ამას ჟამსა არამედ შემდგომად. ანუ ღმერთი დაპირდა ადამიანს რომ ოდესღაცო შენს ღმერთად იქცევიო, ღმერთად გადაგაქცევო. სახელდობ როცა ღმერთი მოვალს ქვეყანაზეთ, რომელიც იშვება მარიამისაგან, გადაიტანს ტანჯვებს და ჩამოთვლილია, მოყოლილია, ანუ შესაბამისად რა ბედი უნდა ეწიოს ძე ღვთისას და ძე კაცისას, განხორციელებულ ღმერთს. ამას ყველაფერს უყვება, წარმოგიდგენიათ, ადამიანს მამა ღმერთი, მოდით ასე ვთქვათ, იესომდე 5600 წლის წინ, 5604 წლის წინ, 5600 წლის წინ უყვება აი ამ ყველა დეტალს. შესაბამისად, რადგან მას უყვება და მე ადამის სეიც უყვება, ეს ამბავი უკვე დაკარგული არ არის და გადმოდის შთამომავლობაზე და გამორიცხულია რომ იყოს წესიერი ადამიანი, ღვთისშვილი, რომელიც იგივეს არ მოუყვება თავის შვილს. ეს ყველაფერი გვარწმუნებს ჩვენ და გვაიმედებს ჩვენ რომ აი იესომდე არა მარტო მართლმორწმუნე ძველი აღთქმის ებრაელ ერში, არამედ მრავალწილად ბევრ ქართველში და აი აქ მცხოვრებ ადამიანშიც იქნებოდა მოლოდინი მაცხოვრისა, იქნებოდა მოლოდინი ხსნისა. შესაბამისად უყვება და შემდეგ რამეს ეუბნება მამა ღმერთი, დამბადებელი ღმერთი, შემომქმედი ღმერთი ადამიანს. შენთვის ადამ თავი მოიდრიკოს ნათლისღებად. საუბარია მაცხოვარზე. შენთვის ადამ 40 დღე იმარხულოს. შენთვის ადამ გინებაი ჰურიანთაგან ესმოდეს და შოლტითას სცენ. შენთვის ადამ განერთხოს ზელსა ზედა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შენთვის ადამ აღდგეს და აღვიდეს ზეცად ხორცითა და დაჯდეს მარჯვენით ღმრთისა. მაშინ იქმნეს შენ ღმერთ, ვითარცა გიქათდა შენ გველმან 60-ისა შინა. გველი რო ეუბნეოდა რომ აი ჭამე ეს საკვები და ასე შემდეგ და მოგეცემათ ეს დიდი წოდა და ღმერთის ტოლი გახდებით. აი ეს ახდებაო, ოღონდ ახდებაო, აი შეიძლება ითქვას რომ 5604 წლის მერე დაიბადება მაცხოვარი და მერე აღდგომის შემდეგ ზუსტად გახდები მსგავსი ღმერთისა და შენც ღმერთი გახდებიო. საოცარი სწავლებაა, საოცარი ცნობაა და ჩვენ ვიცით რომ და ბევრგან გვინახავს ეს ხატი იქნებოდა თუ ფრესკა იქნებოდა რომ მაცხოვრის ჯვრის ჯვარცმის ადგილას საძირკველში აი ამ ჯვრისა იყო და არის ადამის საფლავი და თუ როგორ მოხდა იქ ადამის საფლავი ამაზეც ვისაუბროთ. შესაბამისად ასევე ეუბნება შემდეგ ცნობას ადამი სეითს რომ როგორ დაიცვლება იგი უნდა შემურონ გუნდრუკით, მურით, შტახსით, რომელიც აიწეღა რო ვახსენე იმ გამოქვაბულზე ზემოდან ბუნებრივად გადმოედინება შტახსის მდინარეები და ნაკადულები ჩამოდიან. ეს არის ბუნებრივი
მაზუთი შეიძლება ითქვას ბუნებრივი ბრჭყალებში სმალა აი როგორც მსგავსი აი მუმიო ხო გინახავთ აი მსგავსი რამე გადმოდის კლდიდან და უამრავი შეიძლება ითქვას რომ აკრეფადია ალბათ ერთი 10 ლიტრი დღესაც კი დღეს მეტადრე იმ ეპოქაში და აი ამ ანდერძის მერე გარდაიცვლება მოგეხსენება 930 წლის ასაკში ადამი მას დაკრძალავენ აი ამ გამოქვაბულში განცდა ქვაბში რომელიც წეღან ვახსენე ანუ იმ ქვაბში რომელშიც შესაბამისად გამოძევებული ადამი და ევა ცხოვრობდნენ თავიდან თორე შემდგომ რო განივცდნენ ისინი ცხოვრობდნენ ჩვენი კვლევით ჩვენი ცოდნით ჩვენი ბიბლიური გეოგრაფიით აი ამ ვაშლოვანის ადგილას ქალაქ სპერის ადგილას პაიპერის ადგილას ჭოროხის ხეობაში მერე ჭოროხის ქვემოდან გავრცელდებოდნენ მოგეხსენებათ ჭოროხი თავიდან ბოლომდე საქართველოში დის მაგრამ დღეს საქართველოს რესპუბლიკაში შემოედინება ქვემო წელში სოფელი მარადითია ჯადოსნური სოფელი იქ მარადითში შემოედინება ნახევარი სოფელი იქით დარჩა მურათლიქვია თურქეთის ტერიტორიაზე და ჩაედინება მოგეხსენებათ გონიოში საოცარ ადგილას საოცარ სამშობლოში უძველეს სამშობლოში აი ამ ხეობაში განსახლდა სეითის მოდგმა და შესაბამისად აქვე არის ცნობები რომ ქედის აღმოსავლეთით აი მაღალი ქედი იყო ამ ორ მოდგმას შორის ქედის აღმოსავლეთით რომელსაც ბიბლიაში ვეწერია რომ ეს არის ზოგან წერია ნოდის ქვეყანა ზოგან წერია ნაიდის ქვეყანა ზოგან წერია ნუდის ქვეყანა ეს ქვეყანა იყო უკვე წარმოიდგინეთ ერზრუმის ვაკე და ბასიანის ვაკე და მერე მის სამხრეთით უკვე ტიგროსი და ევფრატი მიედინებიან სამხრეთ აი მანდ განსახლდა ანუ ქვედა დინებებისკენ განსახლდა კაინის მოდგმა კაცთაშვილები და ეს ყველა დეტალი წარმოგიდგენიათ ისე გვიხასიათებს ამ ადგილს ეს განცდა ქვაბი ესეთი ქედია მათ შორის იმის აღმოსავლეთით იმის დასავლეთით მაღალი მთა ზუსტად ემთხვევა ჩვენს კვლევებს აი მე და გეგამ შემოევლოს ჩემი თავი რომ ვიპოვნეთ დავხატეთ დავხაზეთ და გიწევთ იქ საექსპედიციო საექსკურსიო დასათვალიერებლად რომ სად იყო ამ ქვეყნიური სამოთხე წარღვნამდე შესაბამისად იმ ადგილს ზუსტად ემთხვევა ასევე განცდა ქვაბის მახასიათებელი ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ქონდა და ყველა თქვენთაგანს გიწევთ არსებითი არის კიდე რა რომ ხაზგასმულია ძალიან ბევრგან რომ ეს გამოქვაბული არის მრჩობლი ანუ მარჩვიბი ანუ ტყუპი გამოქვაბული და გამოოგნებელი და სასიხარულოა ის მომენტი რომ აი ეს გამოქვაბული ზუსტად ეს აი წაქცეულ რვიანს გავს ანუ უსასრულობის სიმბოლოს მოგეხსენებათ და აი ამ ესეთი შესასვლელი აქვს მართლა ტყუპი შესასვლელი აქვს და რო შედიხარ იქ ტყუპი დარბაზია რომელიც მერე ერთიანდება და აი შესაბამისად ისიც კი თანხვედრაშია რომ ეს არის ტყუპი გამოქვაბული და გრანდიოზული გამოქვაბულია წარმოგიდგენიათ დღეს ამ ეპოქაში თურქეთის სახელმწიფოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანაში ტექნიკური საშუალებებით მატერიალური და უკვე სამეცნიერო საშუალებებითაც კი შესაბამისად ამ გვირაბის მარტო 5-7%-ია გამოკვლეული და იქით სიღრმეებისკენ ვერ შედიან ან რაღაც სირთულეებია ეხლა და შესაბამისად ეხლა ფასეულობასაც ვერ ხვდებიან თორე შევიდოდნენ იქნება აი ამ გადაცემის მერე მიხვდნენ აი ამ ფასეულობას და შევიდნენ რა წარმოგიდგენიათ 4 კილომეტრის სიღრმის გვირაბია და ესეთი ფასეულობებით აი კიდე ერთხელ დაგიხატავთ აი გეოგრაფიულად რომ აი ეს არის ტაფობი მოგახსენეთ რომ აი ამ ადგილას მაგალითისათვის აი ამ ტაფობიდან ოდნავ სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 30 გრადუსიანი კუთხით რო წამოხვიდეთ სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ არის ქალაქი ერზრუმი და აი ერზრუმიდან ისე არის გაკეთებული რომ აი გზა წარმოიდგინეთ ამის გვერდზე ესე გაჩაივლის აი ამ ტაფობის გვერდზე და ჩადის ქალაქ სპერში აი ამ სპერსა და
ერზურუმ შორის აი ამ ტაფობის დასავლეთით დგას მაღალი, ძალიან მაღალი მთა, რომელსაც დღესაც კი ხალხში და ძალიან ბევრ რუკაზე, რომელიც აი 20, 30, 50 წლის წინ გამოიცა, მე ამას თქვენ განახებთ, დაწერია მესჯიდ დაგი. მესხეთის მთა, რომელიც არის 3126 მეტრიანი და ახლა შეიძლება 2-3 მეტრი მეშლება ახლა. 3100-ზე მეტი. რაც მწვერვალია ახლა, კარგად გამიგეთ, უშბაზე და მყინვარწვერზე და იალბუზია პატარა თორე 3000-ზე მეტი შეიძლება ითქვას რომ მწვერვალია. მაღალი მწვერვალია. და ეს არის ამასთანავე სახელწოდებით მესხეთის მთები, მესჯიდ დაგლარი თურქულად და ქართულად მესხეთის მთიანეთი. ასე ქვია სტრაბონის ეპოქაში, პროკოპი კესარიელის ეპოქაში, აგათია სკოლასტიკოსის ეპოქაში, უძველეს ეპოქაში ზუსტად ასე ქვია, მესხეთის მთები. და მერე აი სტრაბონის ეპოქაში, მაგრამ სტრაბონის ეპოქამდე, რომ წერს თვითონ სტრაბონი წერს, რომ არმენიამ მიიტაცა იბერიისაგან ხორძენა, გოგარენა და პარიადრეს კალთები. და ეხლა ზოგან არის მოხსენიებული ესა არმენიის მთებად, ზოგან არის მოხსენიებული იმ ეპოქაში. არის ზოგან მოხსენიებული მესხეთის მთებად. აი ამის აქედან იწყება მდინარე ჭოროხი, ბიბლიური ფიშონი. და შესაბამისად აი ამ მთის, ანუ მესხეთის მთის უკვე დასავლეთ კალთაზე ჭოროხის ხეობიდან 400 მეტრის სიმაღლეზე ერთ ადგილას, სადაც ვაშლოვანია. არის კლდეზე ეს გვირაბი. ძალიან მარტივად შეგვიძლია წავიდეთ და თქვენ მანამდე შეგიძლიათ ჩაწეროთ ელმალი მაგარისი. ელმალის მაღარო, აი მაგარო ალბათ იქიდან მოდის. ელმალი მაგარისი, ელმალი მაგარისი ამოვარდება უამრავი ვიდეო, უამრავი ფოტო და უამრავი დასკვნა ამ გამოქვაბულზე. აი ეს არის შესაბამისად ის გამოქვაბული, სადაც არის იყო დაკრძალული ადამი და მერე დაკრძალულია ყველა ადამიანი ეთნარქი ნოემდე. მათ შორის მანდვია დაკრძალული ევა. წარმოგიდგენიათ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ცალკე სტალაკლიტები და ეს ნადენი ნაჟური ლოლოებს როგავს ისეთი უამრავი სტალაკლიტებია ჩამოსული და ძალიან ბევრგან გუბეებია, ტბებია, მერე ვიწრო გასასვლელებია და ასე შემდეგ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა. თვითონ აი ამ გვირაბში, აი ამ გამოქვაბულში და მე მწამს, რომ ძალიან დიდი აღმოჩენები ელოდება კაცობრიობას 76, 74, 73, არა, 76 საუკუნის წინანდელი არტეფაქტები და 78 საუკუნის, 65 საუკუნის, 63 საუკუნის, 62 საუკუნის საფლავები იქნება იქ ძალიან ბევრი და აღმოჩნდება უამრავი საოცრება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ამაში. რაც შეეხება კიდევ ერთხელ გეუბნებით, შევდგეთ ჯგუფი და ძალიან მარტივია იქ მისვლა, ამ ყველაფრის დათვალიერება. არსებითი არის შემდეგი რამ, რომ თვითონ ამ წიგნში ძალიან ბევრჯერ არის მოცემული ესეთი რამე, რომ ეს ადამიანების ეთის მოდგმა მეტადრე აი მეშვიდე თაობამდე სანამ აღრევა დაიწყო კაინიტებთან ძალიან ხშირად როგორც წერია ადიოდნენ ეს ზემოდან გადმოყურებდნენ აი ამ სამოთხეს შორიდან ტკბებოდნენ თუმცა იქ შესვლა შეუძლებელი იყო რამე თუ ცალკე აკრძალული იყო და ცალკე ბიბლიაში წერია რომ ღმერთმა იქ დააყენა ცეცხლოვანი ხმლით შეიარაღებული ქერუბიმი რომელიც არ უშვებდა იქ ადამიანებს მაგრამ შორიდან ტკბობა და შორიდან ტრფობა ამ ადგილისა და გადმოცემების მიღება მათ შეეძლოთ და
იქვე წერია ამ წიგნში ძალიან საგულისხმო რამე, რომ მათი საფიცარი წარმოგიდგენიათ ამ ადამიანების საფიცარი. ისინი ცუდ სიტყვებს არ ამბობდნენ, უწმაწურ სიტყვებს არ ამბობდნენ, არ იყო შური, არ იყო ურვა მათ ურთიერთობაში. ძალიან წესიერი, მოწესებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ სეითიდან. მოდით ასე ვთქვათ, მათუსალამდე რა შეიძლება ითქვას. წესივრად ცხოვრობდნენ და მერე გადავიდნენ იქით ხალხი და უწესოობა გაბატონდა, მოგეხსენება და მანამდე მათი საფიცარი იყო აბელის სისხლი, უმციკლო სისხლი, აი აბელის სისხლს თუ ახსენებდნენ როგორც ფასეულობას და აი საფიცრად. თორე მათი სარწმუნოება იყო ყველანი მორწმუნე, ხლა ის რომ მაგალითად იქით კაინიტები ცხოვრობდნენ, ისინი არ იფიქროთ რომ ურწმუნოები იყვნენ. მათაც წამდათ ღმერთი და იცოდნენ ღმერთი და ღმერთის ვინაობა და ღმერთის რაობა მათთვის ცნობილი იყო. ამათი სარწმუნოება კიდევ უფრო ძლიერი იყო, რამე თუ ესე მოწესეობრივად ცხოვრობდნენ და ღვთისშვილები იყვნენ და ღვთისმსულები იყვნენ. ესეთი რამე წერია და სეით უძღოდაერსათვისა განგებითა, კეთილით და სიწმინდით. კეთილისა მისთვის და სიმართლისა მიიღეს სახელი უფროის ყოველთა სახელთა ძენი ღვთისანი. ანუ აი ამის გამო მიიღეს მათ სახელი ძენი ღვთისანი, მეწეღანაცა ვთქვი და ეხლაც ვამბობ, რომ ალბათ ეს ხო თარგმანია და ეპონიმი და ეტიმოლოგია აი ამ სიტყვისა იყო ქარ იქნებოდა. არის ესეთი ისტორიკოსი, წესიერი ისტორიკოსი, კარგი კაცი, მადლობას ვუხდით ჩვენ მას, ეს არის მხითარ აირევანეცი, მე-12 საუკუნის მწერალია, ისტორიკოსია, რომელიც ამბობს, რომ სეითის შვილმა ალავროსმა ანუ სეითს 10 შვილი ყავდა. 10 კი არა, 10 ვაჟი ყავდა, 10 გოგო ყავდა და ასევე ძალიან ბევრი ისინი ძალიან მრავალშვილიანები იყვნენ და ჩვენ რო გვაქვს ესეთი ხაზი, რომ აი სეითის მერე არის ენოს შესაბამისად მისი ძმა არის ეს ალავროსი, მისი მოფიქრებულია სიტყვა ამ ხალხისადმი, ამ ქვეყნისადმი ქალდეა. ანუ მისი მოფიქრებულიაო ქალდეაო. და ეს სიტყვა დარჩა და მე უკვე მისი პარალელები და სინონიმები გითხარით, რომ იმ ადგილს, რომელზედაც სახლდება ნოე, არქმევს სულთა, რომელიც უნდა იყოს ასევე ქარ, ქორ, გრ და იოსებ ფლავიუსი ამბობს, რომ ამ ქვეყანას ერქვა გორდი და ამ სიტყვების სინონიმობა ჩვენ უკვე აღვნიშნეთ. ესენი იყვნენ მთასა მას სიმაღლით და სიწმინდით, აქედან ხედავდნენ სამოთხეს და ადიდებდნენ ღმერთს. წარმოგიდგენიათ, ანუ თან ბარში ცხოვრობენ აი ამ ვაშლოვანის ადგილას და თან ესე ძალიან მარტივია, ალბათ მოდით ასე ვთქვათ, 5 საათში ავა ადამიანი, 4 საათში აი ჩვენი ეპოქის ადამიანი და აი მე და თქვენ მაგალითისათვის რო წავალთ ექსპედიციაში, 5 საათში, 4 საათში ავალთ, თუ კარგად ვიქნებით შეიარაღებული სპორტული ინვენტარით, 5 საათში ავალთ, აი ამ მთის წვერზე სოფელი ვაშლოვანიდან, ციხე ვაშლოვანიდან და შეგვიძლია ესე ზემოდან გადავხედოთ. ისინიც ალბათ ესე გადადიოდნენ, ტკბებოდნენ და უყურებდნენ ამ ქვეყნიურ სამოთხეს. ეხლა მე სეითის გარდაცვალება. სეითი რო გარდაიცვალა, ისინი იბარებენ თავიანთ უკვე დაბადებულ შვილებს, შვილთა შვილებს იბარებენ და უყვებიან წინაპართა გადმოცემას. ეუბნევიან რა უნდა ქნან, აძლევენ ანდერს და ასე შემდეგ და აი სეითი აძლევს ანდერს, წარმოვიდგინეთ თავის შთამომავლებს ადამის გვამის შესახებ. როგორ უპატრონონ მას, როგორ მოუარონ, როცა ეს ეპოქა მოვა, შესაბამისად რომ მიეცემათ მათ ცოდნა, რომ გადაასვენონ ადამის გვამი დედამიწის ცენტრში, ანუ გოლგოთაზე. აი ამ ყველა ცნობას, დაკვალიანებას აძლევს სეითი
ენოს წერან რო ვახსენე ახლა წმინდა წერილში არ არის მოხსენიებული, მაგრამ ალავროს და ალბათ სხვა შვილებსაც. დაუბარა რომ ასევე დაუბარა რომ ნუ გადავლენ ქეთს იქით სადაც კაინიტები ცხოვრობენ, რამე თუ ისინი აბელის მკვლელთა მოდგმა არიან და ასე შემდეგ და დაადგინა უკვე ენოსი გამგებ ერისა. აი გამგებელი იქაურობის უკვე ენოსია. და იმიტოა ეს ადამიანი ბიბლიაში მხოლოდ და მხოლოდ ჩემო ძვირფასო მეგობრებო მოცემულნი არიან უმთავრესი ადამიანები, აი ესეთი ადამიანები. ეთნარქები, მთავარი ადამიანები. ეს იქნებოდა გრანდიოზული წიგნი, ალბათ 1000 ტომი მარტო დაბადება იქნებოდა, რომ ყველა ეს ადამიანი აღეწერათ და მათი სახელები ჩამოეთვალათ და მათი განსახლების ადგილები. ეხლა დაბნეული ადამიანები, სრულიად დაბნეული ადამიანები რა. მარტო სათაურებს რო კითხულობენ, ესეთ რაღაცას კითხულობენ, რომ აი მაგალითად რო გადაიხვეწა კაინი ნოდის ქვეყანაში, იქ მერე ცოლი იქ დახვდაო და ესე იგი სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ და ასე შემდეგ. თამკრეხელობაა, თან უწოდინრობაა. შესაბამისად, მერე მეორე კატეგორია ჩნდება, რომელიც ამბობს, რომ ოხ ეს როგორ შეიძლება ეს ინცესტი იყო და ასე შემდეგ. ცალკე ღვთისმიერ არის დაშვებული და ცალკე ერთ საინტერესო ცნობას მოგცემთ, რომ ადამსა და ევას ახლა ძალიან ზოგი აპოკრიფებიდან გამომდინარე და ზოგი სხვა ბიბლიის წმინდა წერილიდან გამომდინარე, აი მათ ჩვენს შესაბამისად ეს ადამიანი და ასულნი და ძენი, აი წერია. მაგალითისათვის სეითმა შვა ენოსი და ასულნი და ძენი, წერია ესეთი რაღაცა. ხო ჩვენ მათუსალამს შვა მაგალითისათვის ლამექი და ასულნი და ძენი. ბევრი შვილი უჩნდებოდა და თან ჩნდებოდნენ ტყუპები, ქალვაჟი და ნახეთ რა ხდება. ეხლა სახელები დამავიწყდა. ის ხო დააშავა, რომ შესაბამისად ერთ-ერთ აპოკრიფში წერია და აპოკრიფის ცნობას გაძლევთ. ის ხო დააშავა, რომ შეშურდა კაინს, აბელისა და ამასთანავე მან ეგრევე მწრაფლკი არ მოკლა მაგალითად ერთ წუთში და ერთ დღეში. ამასთანავე შესაბამისად რომ შეშურდა, ამასთანავე ამ აპოკრიფში ნახეთ რა საინტერესო რამე წერია, რომ სახელები უნდა დამემახსოვრებინა, კარგად მომიტევეთ. აბელის ტყუპისცალი გოგონა უნდა მოეყვანა ადამის გადაწყვეტილებით კაინს და კაინის ტყუპისცალი გოგონა უნდა მოეყვანა აბელს. გამიგეთ და კაინმა ეს კურთხევა, ეს მითითება, ეს რჩევა არ მიიღო, რამე თუ მისი ტყუპისცალი გოგონა რა უნდა მოვიწყა სახელი. მისი ტყუპისცალი გოგონა გაცილებით ლამაზი იყო, ვიდრე აბელის ტყუპისცალიო და ამბობდა, რომ აი ჩემს ტყუპისცალ გოგონას მოვიყვანო და აი ეს ერთ მუცელში მყოფობა, ერთდროულად მუცელში მყოფობა, ალბათ იმ ეპოქაში განიხილებოდა ინცესტად, ხო გამიგეთ. და ამაზე აღშფოთდა ადამი, რომ როგორ თუ აი ამ კურთხევას, აი ამ როგორ დავალებას უგულებელ ყოფს კაინიო, მაგრამ აი ამის მერე ერთი ხო შური იყო, რომ შესაბამისად ღმერთმა მოხედა აბრაამის ბოდიშით ადამის ძღვენს და არ მოხედა კაინის მსხვერპლს. ერთი ხო ამისგან გააჩენილი შური იყო და მეორე ეს ინტერესი იყო წარმოგიდგენიათ და იგი კლავს აბელს და მიუხედავად მითითებისა კიდე ერთ ცოდვას ჩადის, რომ მიყავს იმ ნუდის ქვეყანაში, ანუ ნაიდის ქვეყანაში, რომელიც ემთხვევა ნაირის ქვეყანას, მოსეს დროს რომ ნაირი არსებობდა, იმ ქვეყანის ადგილას იყო ის ნოდის ქვეყანა და ნუდის ქვეყანა. შესაბამისად და იქ მიყავს და იქ მრავლდებიან. ანუ აი ინცესტსაც ჩადის იმ თვალსაზრისით, რასაც ახლა აკრძალვა ქონდა ადამისაგან. აი სეითი კი უკვე, რომელიც
100 წლის მერე ჩნდება, 100 წელი იგლოვესო ერთ-ერთ აპოკრიფში წერია ადამ და ევამ აბელის სიკვდილი და კაინისგან ესეთი საქციელი მარტოშვილის სიკვდილი არ იქნებოდა მათი დარდი, აი კაინისგან ესეთი საქციელი იქნებოდა ასევე დიდი დარდი. აი სეითს მოყავს უკვე აბელის ტყუპისცალი. და ასე შემდეგ. აი ეს ცნობები და ეს ყველაფერი ღმერთისგან იყო დაშვებული და ენა ნუ მოუბრუნდება ვიღაც ოროსანს, აი ინცესტი იყო და ასე შემდეგ ეს იყო ადამიანთა და კაცობრიობის გაგრძელების ერთადერთი გზა. და არა ის გზა საიდან გამოჩნდა ეს ღვთისგმობი მეცნიერებები, რომ თურმე ადამი და ევა ადამიანებია, დიდი ბოდიში ღმერთო შემინდე. თითქოს და ზეზვადამზი ადამიანები არიან და მანამდე სალამანდრები იყვნენ და მანამდე მოლუსკები და კიდევ უფრო ადრე ერთუჯრედიანები. რას იზავ? ადრე ათეიზმი იყო შეიძლება ითქვას ურწმუნოება. და ეხლა უკვე რელიგიაც ჩამოყალიბდა. აი ათეისტები არიან და უკვე რელიგიაა შეიძლება ითქვას ნეო პროტესტანტული თანამედროვე რაღაც რელიგია, რომელმაც რაღაცა უნდა მოიფიქროს, რომ დაუშაოს ქრისტიანობას. რაღაც აი ახალი უნდა მოიფიქროს, რომ გამოსტაცოს 2 ადამიანი, 3 ადამიანი, მოგლიჯოს, მოწიწკნოს, დააშავოს. ღმერთო შემინდე თუ მეც ვიღებ საკუთარ თავს. სეითის გარდაცვალებაზე მოგახსენეთ უკვე შესაბამისად. და მე აი ესე მაგალითად ასევე სეითის შემურვა ხდება, ეს ტრადიციაა ყველა და შემურვა ხდება 140 დღე იგლოვეს ადამი. აი სეითი 40 დღე იგლოვეს და ყველა დანარჩენი ეთნარქი 40 დღე იგლოვეს, ყველასი შემურვა ხდება ერთი წესით, ანუ ასე ვთქვათ, არ ვიცი, ვიხმარო თუ არა ეს სიტყვა მუმიფიცირება, მაგრამ ალბათ შემურვა. მე ხაზგავუსვავ იმ წინადადებას, რომ აქ იყო ოქრო, გუნდრუკი და მური და დღესაც არის იქ უამრავი რაოდენობით ოქრო, გუნდრუკი და მური პირდაპირ გაგებით. ანთრაკის მთა არის იქ, ანთრაკის მთა. ეს ყველაფერი იცით, რომ ბიბლიური სიტყვებია და ნივთიერებებია. ასევე ოქრო არის იქ ზღვა, ანუ რაც მიუტანა ამ განცდა ქვაბში შესვლამდე, ჩახუტებამდე აბრაამმა, ღმერთო მაპატიე, ადამმა, ევას, შესაბამისად იქ მოიპოვება ზღვა ოქრო, სამყესფისი მოიპოვება უამრავი, კაპოეტი, ანთრაკი, მწვანე ქვა, შტახსი, გუნდრუკი, მური, ანუ მირონი და ასე შემდეგ. განვავრცოთ ეს საუბარი, განვავრცოთ და მართლაც ყველაფერი ემთხვევა. არაფერი არ მოდის წინააღმდეგობაში. არც ბიბლიური მახასიათებელი, თუ სად იყო ხავილა, რა არის ფიშონი, რას ნიშნავს რომ მდინარე ფიშონი გარს უვლის ქვეყანას და ტიგროსი კიდე ჩაუდის ქვეყანა აშურს და ასე შემდეგ. ეს შემთხვევით დაწერა მოსემ, რომ აი კაპოეტი ეძებეთ, ანთრაკი ეძებეთ, კარგი ოქრო ეძებეთ, ოქროს საბადოებია, იმდენი ოქროს საბადოები, მარტო ჭოროხის ხეობაში უფრო მეტი ოქროს საბადოა, ვიდრე დღევანდელ საქართველოში. და გაბატონებული კიდე ცრუ აზრი, რომ თითქოს აქა და აქ საქართველოში ოქრო იყო ულეველი. არც ერთ რუკაზე რო არ არის დახატული და არც ერთი გეოლოგიური ექსპედიცია რო არ ჩატარებულა. ან რო ჩატარებულა და ვერაფერი რო ვერ უპოვნიათ. აი ყველა დიდი ფასეულობა, ჭოროხის ხეობი, ყველა დიდ ფასეულობასთან ერთად ოქროს მირონის, ბუნებრივი მირონის, ანუ მურის, საკმეველის n რაოდენობა, სასწაული რაოდენობა. მე მოგეხსენებათ, ეხლა უკვე ვახსენე მე შემდეგი რამე რა, ეს გეოგრაფიული მომენტები ხო ხაზგასმული იყო ჩემგან და
ნოემ 500 წელი რო დაინახა ეს აღრევა და ასე შემდეგ უკვე რო წავიდა მათუსალას ეპოქაში და მათუსალას წინა დროში ერთადერთი ადამიანი თავიდან წარმოგიდგენიათ არა ერთადერთი ადამიანი არა ლამექიც ესეთი იყო პირადად ლამექი პირადად მათუსალა წესიერი ადამიანები და ასე შემდეგ აი ლამექი გარდაიცვალა წარღვნამდე 30 წლით ადრე ისიც ასევე პატივში დაკრძალეს მის დაკრძალვაზე იყვნენ უკვე დაბადებულნი 3 ვაჟი ნოესი 3 რძალი ნოესი მისი ცოლი აღსანიშნავია რომ საიდანმე სხვა ერიდან ანუ კაენიტებიდან კი არ მოიყვანეს სემმა ქამმა და იაფეტმა მეუღლეები არამედ მათუსალას ძმისშვილები მოიყვანეს ანუ თავიანთივე მოდგმიდან ანუ პაპის ძმის შვილიშვილები მოიყვანეს ცოლად და ეს 8 ადამიანიღა არის წარმოგიდგენიათ აი ამ წარღვნამდე ღვთისშვილები ღვთისწულნი ანუ ქარნი მივესალმები დიდი პატივისცემით ქალბატონ თამარ ასანიშვილს დიდებულ ქართველ მეცნიერს რომელიც ამბობს სრულიად მისაღებ და ჩვენთვის სასიხარულო აზრს რომ ქარნი იყვნენ ანგელოზნი. რამე თუ ანგელოზნით სულნი არიან. ესეც შეიძლება ითქვას, რომ სინონიმად ჩავთვალოთ, მაგრამ აი სული და ქარი, რომ გინდა შინაარსობრივად სულის შებერვიდან გამომდინარე და გინდა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან რომ სინონიმებია, ამას ცალსახად ხვდებით და აი სულ ეს 8 ადამიანი არის, შეიძლება ითქვას ღვთისშვილი, ღვთისსული და ქარი იმ ეპოქაში და აი ამ მთელი აღსანიშნავია კიდე ერთი რამ, რომ იქ ურთმელის ხისგან, ანუ საჯის ხიდან, აი ატენის ხეობაში მაღლა არის ადგილი, სოფელი საჯიები, ურთხელის ტყე არის, საოცარი ტყე არის, ურთხმელის ტყე, საჯიები ქვია, მეორენაირად სინონიმია ურთხმელი და საჯიები და იქაც მართლაც ურთხმელის ტყე დღემდე წარმოგიდგენიათ ესეც ერთ-ერთი მეხუთასე დამთხვევა უკვე აი ვაშლოვანთან ურთხმელის ტყე ამითი ააშენა, ამითი ააგო ნოემ თავისი კიდობანი და მერე რაც კიდე ერთი აღსანიშნავი მომენტია მეცნიერება არ არის მტერი რელიგიისა, ჩვენი რელიგიისა, ქრისტიანობისა და არსებობენ გეოლოგები, მეცნიერები და ასე შემდეგ, რომლებიც წარღვნას სწავლობენ, რომ წყალი ამოვიდა, აი შავი ზღვიდან. არის ესეთი ერთ-ერთი ვერსია, ეს რა თქმა უნდა ღმერთმა გააკეთა და ღმერთის ნება იყო, როგორ შეიძლება ეს ღმერთის ნება არ ყოფილიყო, მაგრამ დედამიწის ღერძი გადაიხარა 2-3 გრადუსით და წარმოვიდგინეთ, რომ ეს კასპიის ზღვა შესაბამისად გადმოიღვარა პირიქითა კავკასიის გავლით, ეხლა რო სტეპებია, გადმოიღვარა აზოვის ზღვა, ჩამოიღვარა შავ ზღვაში და შავმა ზღვამ ერთი მხრივ გადაანგრია დღეს კონსტანტინოპოლთან არსებული ზღუდე და ხმელთაშუა ზღვაში გადაიღვარა და მეორე მხრივ აი ამ ჭოროხის ხეობაში ესე ქვემოდან ამოვიდა დიდი რაოდენობის წყალი როგორც აქ არის ახლა ზღვა ამოვიდა ქვემოდან ამოვიდაო ზღვაო შესაბამისად ამასთანავე წვიმაც მოდიოდა და აიწია წყალი და ადის ნოეს მიერ აგებული კიდობანი ეს 8 ადამიანი ცხოვრობს შესაბამისად აი ამ კიდობანში უკვე საითის სხვა მოდგმა ცხადია გარეთ დარჩა, კაინიტები ხო ისედაც გარეთ დარჩნენ. აღსანიშნავი მომენტია ის, რომ შესაბამისად ეს აიწიარა და დადგარა უკანასკნელად ჩახედესო აი ამ ქვეყნიური სამოთხის ადგილს გადახედესო რომელიც მერე წყალმა დაფარა და მერე თვითონ ამ კიდობანმა ჯვარი გადასახაო ამ ქვეყნიური სამოთხის ედემის ბაღის ადგილს
და უკვე დაიწყო ლივლივი წყლის ზედაპირზე და ვიმეორებ მერე შესაბამისად ეს ჩერდება განცდაქვაბის მიხედვით ეს აქ წერია. მერე ჩერდება უკვე კარდუს მთაზე და კარდუს მთაზე რო გადმოდიან აფუძნებს რა პირველ საცხოვრის, პირველ დაბას, პირველ ქალაქს უწოდებს მას გამომდინარე აქედან სულთა მათ 8-თა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ორი სიტყვა ალბათ ჩამოეჭრება და რჩება სულთა, რომელიც უნდა ყოფილიყო ქართა, რომელიც დროთა განმავლობაში ალბათ გადაკეთდა და ქართა გახდა კართა, კარნი, კარნუ, კარი და უამრავი ტოპონიმია ამ ადგილებში, რომელსაც ზუსტად ასეთი სახელი ჰქვია. კარი. აი მაგალითად აკაკი შანიძე საუბრობს ტოპონიმზე ყარსი და ამბობს, რომ ეს არის ძირძველი ქართული ტოპონიმი, სიტყვა, სახელი. იქნება ეს იყო სწორედ კარის ადგილას დასახლდა ჩვენი ქართული ლამაზი ძირძველი კარის ადგილას დასახლდა პირველად ნოე და აქედან მოდის ქართველობა, ქალდეა, კარდუ, გრ, რომელსაც დღეს მთელი კაცობრიობა გვეძახის ჩვენ. ჩვენ ხო გრ ვართ მთელი მსოფლიოსათვის. და საამაყო სახელი, უძველესი სახელი, უძველესი მოდგმა, უძველესი კოდით, უძველესი ენით. ქეცვიხრი, მოგესალმებით, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. ერთად ვიყვეთ აი ამ ექსპედიციებში, აი ამ მის კვლევაში. თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი, ღმერთმა დაგლოცოთ მე და გეგა ხვედელიძე, რომელიც შემდეგ გადაცემაში იქნება. თქვენს განკარგულებაში ვართ, სადაც გნებავთ იქ წამოყვებით, ეროვნული იყოს, აკადემიური იყოს, ქართული იყოს, ქრისტიანული იყოს, ტრადიციული იყოს, სადაც გინდათ იქ წამოყვებით. მშვიდობა გქონდეთ ოჯახში, სამშობლოში, გულში, სულში.